თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო, ვინც უყურებთ ჩვენ გადაცემებს. მე მინდა რომ წარვადგინო თქვენს წინაშე არაჩვეულებრივი სტუმარი. პირველ რიგში ჩვენი სათემო რადიო არის ეს ხონის ხმა, რომელიც რამდენიმე თვეა მაუწყებლობს ხონის არეალში, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი მაყურებელი და მსმენელი გვყავს. ჩვენი რადიო არა მარტო ისმინება უკვე Facebook-ის და სოციალური ქსელების და YouTube-ის და ბევრი პლატფორმის საშუალებით მისი ნახვაც კი შეიძლება. უნდა ვთქვა თავში აუცილებლად DVD International-ის მიერ არის მხარდაჭერილი ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა ხონში და რა ძალიან მიხარია. ამ გადაცემებში კარგი სტუმრებით ყოველთვის განებივრებული ვარ და დღესაც ის შემთხვევაა, როდესაც არაჩვეულებრივ ადამიანი უნდა წარვადგინო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო თქვენს წინაშე. მე მინდა წარმოგიდგინოს ბატონი მურმან ბახტაძე, რომელიც არის საოცრად კარგი ხონელი. პირველ რიგში ყველა კარგი ხონელი და ძირძველი ხონელი მას ახასიათებს როგორც კოლორიტ პიროვნებას და საპატიო ხონელად და პატივსაცემ ადამიანად. ის გახავთ ხატვარ დეკორატორი, საერთოდ რკინი ჯადოქარი, ამაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად და იმ ტრადიციებზეც ვილაპარაკებთ, რაც ხონს დანარჩენი საქართველოსთვის ჰქონდა ეს და ჯერ კიდევ ადრე ფეოდალური ხანიდან მოდიოდა ეს. მე ძალიან კარგად ვიცი შუა საუკუნეებში, როცა პრაქტიკულად ხონი იყო სავაჭრო მაგისტრალი მთელი საქართველოსი და ამიერკავკასიის შეიძლება ითქვას და აქედან მოდის ეს ტრადიციები და ამაზეც ვილაპარაკებთ. და ამასთანავე არის ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი, ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს პერიოდიდან 93 წლიდან მიხედვისა ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით და უჯერებელია 93 წელს თქვენ მოვაწეოდით უკვე ჟურნალისტიკაში. ნამდვილად დაუჯერებელია. მე მინდა სიამოვნები წარმოგიდგინოთ ბატონი მურმანი, ბატონო მურმანი, პირველ რიგში მიესალმეთ ჩვენს მსმენელებს და შემდეგ გადავიდეთ საქმეზე. პირველ რიგში თქვენ მადლობა. მინდა გადაგიხადოთ ბატონო დავით. მე დიდი ხანია ხედავ, უყურებ, აღვიქვავ თქვენს გადაცემებს. ისე როგორც აუცილებელ საჭიროებას, როგორც წყალი ჭირდება ადამიანს და საკვები ჭირდება, მე მგონი ისე ჭირდება ინფორმაცია სწორი. მე ხა არ გავკადნიერდები და რადგან მე ვარ მოწვეული, ამიტომ არ ვამბობ იმას, რომ ქებას არ გიწვით თქვენ, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტები მინახავს თქვენი პირადად და დიდი მადლობა. თუ Google მამალივით არ ჩამithვეს მაყურებელი, ეს არის ნამდვილად აუცილებელი, იმიტომ რომ იქ იმ დალოცვილ წიგნში წერია, რომ ჯერ იყოს სიტყვა და მერე საქმე და თუ არ ვთქვით ჩვენ არა და თუ მომავალთაობას არ დაუტოვებთ ის რაც აუცილებელია, ის აზროვნება, მიზანსწრაფვა, ჩვენ ბატონო ნებისმიერი მიმართულებით ეს მშენებლობა იქნება თუ ხელოვნება იქნება თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგები იქნება რა. მაშინ აზრი არ აქვს ჩვენ ცხოვრებას და ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მე მეძლევა საშუალება რომ თქვენთან ერთად ვილაპარაკო იმ თემებზე, რაც მე მაინტერესებს და რასაც მე ვხედავ და რაც მინდა რომ შესრულდეს ჩემ ქვეყანას, რომ გამოადგეს ეგ ამბავი თქვენ გენაცვალეთ და თქვენი დიდი წვლილი იქნება აუცილებლად ამაში, იმიტომ რომ იმ პროექტებში და იმ გადაცემებში, რომელსაც მე დიდი ხანია თვალს ვადევნებ, ხშირად ვხედავ ისეთ აზრებს და ისეთი აზრების გაჟღერებას, რომელზეც მეც მიფიქრია თქვენ გენაცვალეთ და ამიტომ ჩათვალეთ, რომ მე და თქვენ აი ამ წუთში ვართ თანამოაზრეები და მე ამდენად მოხარული ვარ. ერთადერთი რაც მე აი ახლა ამ წუთში თუ მაგალითს რაიმე ეს ადგილი აი სადაც ჩვენ ვართ ახლა რა. დიახ. ეს არის ჩემი ბიძაშვილის მიერ აშენებული ვალერიან ბახტაძე, ვალიკო ბახტაძე არის ესეთი სამხედრო მშენებელი იყო მაშინ აქ მოიხსენებოდა. კი ბატონო, სამხედრო დასახლება იყო. სამხედრო დასახლება იყო და აი ფინურ კოდეჯებს რო ეძახენ, ესეთი კოდეჯებით იყო გაზრდილი და გაჯერებული, გაჯერებული აი ეს მთელი ეს ტერიტორია და
აქ იყო სპორტული კომპლექსი, იყო 3 სტადიონი ქონდა, ერთი იყო 110 მეტრის სიგრძის, ძალიან დიდი სტანდარტული მსოფლიო მაშინდელი, კი არა დღევანდელი მსოფლიო სტანდარტის დროინდელი ის რა ქვია სტადიონი, აქ თამაშობდით იმას რა ქვია ფეხბურთს. მე იყო საშუალო ზომის. ხო, მაგრამ მაშინ როცა საბჭოთა ჯარი იყო, ასე ესენი მეზობლობდნენ ჩვენთან და მეგობრობდნენ. ხო, ანუ ასეთ ბავშვებს გვიშვებდნენ. მე როგორც ვიცი, რომ ასე თავის შუაზე ვერ შემოვიდოდა. არა, ეს მე 70-იან წლებში დახურეს ეს თორე მანამდე ესე იგი ეს ისტორია რაც გვეუბნება ახლა აი ამ დასახლებასთან დაკავშირებით, არა ესენი 51 წელს შემოვიდნენ და აქ ყოფილა საუკეთესო სათესი რა ქვია სავარგულები კი ბატონო. კომპენსაცია მიცეს მოსახლეობას და დაიწყეს მშენებლობა 1951 წელს როგორც იტყვიან ესე იგი გაგანია ომის დროს არიან ესენი აქ მოსახლებული და ის ასაწყობი კონსტრუქციები იყო ის ფინური სახლები და დაასახლეს აქ და ესენი ჩვენთან მეზობლობდნენ მეგობრობდნენ და ჩვენ აქ გავიზარდეთ ფაქტიურად რა ქვია ახლა გრამატიკულ რუსულს ვერ დავიჩემებ მაგრამ ჩვენ აი აქ ვინც ცხოვრობდა ამ შემოგარენში არა ანუ აქ ახლოს ცხოვრობ თქვენ ესე აგერ აქ 200 მეტრში ცხოვრობ აქ ნახევარზე მეტი თუ არა ერთი მეოთხედი მაინც ბაბუაჩემის მიწა აქ კი ბატონო აგერ ვერდით კიდე აგერ აი ზუსტად ჩვენ სადაც და ისინი გამოდიოდნენ გარეთ კომუნიკაციაში ჩვენთან არა ზოგადად ხონში როგორ არა კი როგორ არა და განსაკუთრებით ესე იგი თაობა აი ეს ჩემი თაობა მე ახლა 75 წელს ხდები რაღაც თვეები თუ თვეები და გასლაპარაკობ და ესენი ჩვენთან მეგობრობდნენ ეს ბავშვები ამ ხალხს რა იწევდა აქ სპორტულ სკოლაში ერთად დავდიოდით აქ იყო სმირნოვი ჩემ ბატონო ნურიკიანი იყო ერთი ესეთი გვარი სომეხი პიროვნების ჩემ ბატონო სამხედროების შვილები შვილები ჩვენთან მეგობრობდნენ არა კანაკოვები იყვნენ აქ კიდე ცხოვრობდნენ ზინა და კანაკოვა იყო თანაჭირი და ესენი ეხლა რა ხდება სკოლა რუსული სკოლა იყო ქალაქში და დადიოდნენ სკოლაში და ეკლესიის გვერდზე იყო ეს რა ქვია სკოლა მაშინ ეკლესია არ ფუნქციონირებდა და დადიოდნენ სკოლაში და ჩვენ ურთიერთობა ჰქონდა იმაში ძალიან ბევრი სურვილი ჰქონდა რომ ქართული ცეკვა ესწავლა ქართული სიმღერა ესწავლა ფანდურზე და ჩვენ ანუ ზანდახურულის არ იყო ესე არა ეს მერე დაიხურა 70-იანი წლების დასაწყისში მე მაშინ იმაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვლადივოსტოკში ვსახურობდი ცოტა უფრო იქით კიდე 600 კილომეტრი სადაც ოხოტის ზღვის მიდამოებში იქ არის ქალაქი ტეტუხო ამჟამად არის დალნიგორსკი ქვია, ადრე ტეტუხო ნაქვია მაგას იმას ქალაქს და რო ჩამოვედი, მე დავხვდა ის ფინური სახლები დანგრეული და ესენი კორპუსები აშენებული და პრობლემა მაგათთან არაფერი არ იყო და მე რა პრობლემა იყო მე თვითონ აქ არ ვიყავი და მე რასაკეთებდნენ და რა პრობლემა შეიქმნა მე ჩვენსა და მოსახლეობას შორის მე ვერ გეტყვით მაგას რა კი ბატონო ბატონო მურმან საინტერესო ისტორია მოგვიყევით მაგრამ ეხა აუცილებლად უნდა გკითხოთ ამ თქვენ რკინასთან მუშაობის შესახებ. რკინასთან მუშაობა. იმიტომ რომ ჭედელობა რკინაზე ხელოვნება როგორც ხელოვნების ნიმუში, აქ არ არის მარტო რკინა, ისე რომ ჭიშკარი გააკეთო და რაღაცა ესე. თავის ეს დეკორატიული რკინის დამუშავება ეს ყოფილა საქართველოს მასშტაბში ხონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიცია. როგორც მე წამიკითხავს ეს და ბატონი ფაილოძის წიგნებიდან ყველაფრიდან. კი. ეხლა უყურეთ, ეხლა მე ვიცი, გვარებიც ვიცი, ვინც იყვნენ აი ამის ფუძემდებლები აქ ჩვენთან. ჩემამდე მოღწეულია, ისევე როგორც ჩემი მეგობარია ავტოფაილოძე. ძალიან ბევრი ნაშრომები გაკეთებული და მე მგონი რომ თქვენ გადაცემაში იყო, თუ არ იყო, უნდა იყოს. იქნება აუცილებლად, კი. მან ძალიან ბევრი რამე იცი და ეხლა რა შესაქმე იცით, ესე იგი ჩვენი ხონის ისტორია უფრო ძველია ვიდრე მამას და მამას კი ბატონო კი ეგ ვიცი კი ნამდვილად ეხლა რაც შეეხება ამ რკინის ხელოვნებას ხატულ დამუშავებას რკინის ხატულ დამუშავებას არა სავარაუდოდ აქ ჩვენთან ფირცხალავების გვარი მათხოჯიდან არიან წარმოშობით აი ვარლამ ფირცხალავა დიდი ვარლამ ფირცხალავა და ისინი არიან წარმოშობილი იქედან არიან ეს რა ქვია ჩამოსული მაგრამ ამათ ყავდათ როგორც ამბობენ ამის დოკუმენტი არ არსებობს ვიღაც ბელგიელი ის რა ქვია ისევე როგორც სასულიერო ორკესტრი რო არსებობს კი ბატონო 135 წელს ჰაუდეკი ჩამოიყვანა სოლოგუბის და სუსლოვის ქალმა საოსტატო სემინარიის დირექტორებმა და ხელმძღვანელობმა
სასწავლო ნაწილს რო ვეძახი ჩვენ სასწავლო ნაწილის გამგემდა იმან იმ საოსტატო სემინარიაში ჩამოიყვანეს ეს ორი სპეციალისტი და ერთ-ერთი მთავარი ვინც იყო ჰაუდეკი არა იმან გაზარდა მე მთელი თაობა და ჩვენ ახლა თქვენ ბრძანდებოდით მე მგონი ის რა ქვია 160 წლის თავი რო გადავიხადეთ არა თეატრის აი თეატრის იქ იმ ის ორკესტრი იმის ანარეკლია აი იმის იმან მე გაზარდა ჩემია მიშა ჩემიამ გაზარდა შოთა რატიანმა გაზარდა შემდეგ ესა ვაჟა ჩიხლაძემ გაზარდა აი ახლა ვინც არის ოლეგ სანაია ხელმძღვანელი და ესენი ყველაფერი კი ბატონო ჩვენ ორკესტრს გქონდა გადაცემა სხვათა შორის არაჩვეულებრივი ვიცი ხო ბატონი ოლეგი და ყველა მონაწილეობდა და მუსიკაც და რაც შეეხება მჭედლობას არა ისევე როგორც მე მითო დავაკავშირე ეს სასულე ორკესტრი დიდი ტრადიცია ვარი არ არის ცნობილი რაღაც ბელგიელი სპეციალისტი ყოფილა აქ ჩამოსული დიახ და რატო ვამბობ ახლა მაგას ახლა რაც შეეხება მჭედლობას უფრო დიდი ხნის არის ახლა არქეოლოგიურ აუზში აქ ჩვენთან ნაპოვნი არის ბრინჯაოს ხანის ელემენტები და რკინა რა თქმა უნდა მიწაში არ გაჩერდებოდა და ბრინჯაოს ხანის ელემენტები რო არის ნაპოვნი რა შემოინახა არქეოლოგიურმა აუზმა აქ. დიახ. ხო და ახლა ეს ძველი კოლხური იყო თუ იმერული იყო თუ რაც იყო, შემოინახა ეს და ეს არის დღევანდელი ის რა ქვია ვახტანგ ჯაფარიძე არის ესეთი აკადემიკოსი, ხონელი კაცი, მან აწარმოა გათხრები და ნახა და ეს ავთოსაც აქ თავის იმაში რა ქვია ნაშრომებში მოცემული. და სავარაუდოდ აი ეს კაცი იყო მასწავლებელი. სავარაუდოდ როგორც იმ ჰაუდეკი იყო იმ მუსიკოსების მასწავლებელი. ეს ბელგიელი კაცი და ჩვენამდე ქართველი და ხონელი კაცი თავისი გვარით და ოჯახით და ტრადიციებით მოღწეულია ფირცხალავების. კი ბატონო. იყო რომანოს ფირცხალავა იყო. და ისა რა ქვია, საკმაოდ პოპულარული იყო თელ ქვეყანაში. ამბობენ რომ ამიერკავკასიაშიც კი. რა თქმა უნდა, ეხლა რომანოს ფირცხალავა შესანიშნავი პიროვნება, მასწავლებელთა მასწავლებელი აი ამ დარგში. რატომღაც ძველად მჭედელს რო დაინახავდნენ დამაკნინებელ ეპიტეტებსაც თუ რა ქვია არ ვიცი რატო მჭედელია ის რომ ეს დარგია ჩორი პირიქით ხო მე ყოველთვის ის ვიცი რომ ძალიან დაფასებული იყო წვერავა ნიკოლოზ წვერავა იყო იმის მოსწავლე იმ ფირცხალავას რომანოს ფირცხალავას მოსწავლე შემდეგ იყო ეშიკო წვერავა შემდეგ იყო ჭიჭიკო შუბლაძე შემდეგ იყო ვალოდია ვალერიან ვაშაკიძე შესანიშნავი პიროვნება შემდეგ იყო მამაჩემი. ესენი მაშინ აკეთებდნენ სტანდარტულ დეკორატიულ ნიმუშებს. რასაც ჭიშკარი კი ბატონო, რაც არსებული იყო ყველა მასიურად. ეგ ეძახიან რა. თუ რამე კინასთან იყო დაკავშირებული არა, აკეთებდნენ ესენი. და უყურეთ რა ხდება ახლა შემდეგ ინდივიდუალური მრეწველები აი ამ დარგში ძალიან ცოტანი იყვნენ. და მე გავიზარდე ახლა მე მგონი ხანდახან ხუმრობით ვამბობ რომ აკმაში ახლა ბავშვებს ხო რაღაც ათამაშებს ჩამოვკიდებენ და ბავშვი თამაშობს და მე ვუცხარი მე ჩაკუჩი ჩამოვიკიდეს ალბათ მე არ ვიცი თქვენ ეხლაც მუშაობთ ფიზიკურად ყოჩახ როგორ და მე არ ვიცი ახლა მამაჩემს რომ ხელში მოეკიდები ესა და აი როგორც წერა კითხვას ასწავლიან ადამიანს და უმართლავენ რაღაცებს და ესეთი რამე არ მახსოვს მაგრამ ეთქობა გენში გვაქვს ჩვენ გვარს და ახლა რატო გამაძლევს ამის თქმის უფლებას ესე იგი ყველა მისის ჩემი შვილი ახლა ინჟინერიკაცია ძალიან კარგად იცის ფსიქოლოგიით იცის ჩემმა დიშვილებმა აბსოლუტურად ყველა მისიან შვილიშვილებმაც იციან ერთიად მუშაობენ თან არა ახლა არ მუშაობენ აბსოლუტურად იმიტომ ისინი სტუდენტები არიან ერთი ესპანეთში ცხოვრობს ერთი იმაში ორი იმაში თბილისში და არ იციან, მაგრამ როცა სკოლის ასაკში იყვნენ, არა? იცოდნენ. ჩემი მეთვალყურეობით და მამაჩემის მეთვალყურეობით აკეთებდნენ იმას, რასაც ქვია ეს. ეხლა როგორ გითხრათ, ეხლა მაგალითად, ყველაზე რეზონანსული არის თბილისში მეფეთა სავანე ააშენა ზურაბ წერეთლის დროს გაკეთდა და ყველა ეპოქა იყო წარმოდგენილი თბილისის ზღვაზე და დიახ, ეგ ვიცი. აბსოლუტურად ჩვენი გაკეთებული აქვს რკინის რაც არის. მართლა? ой, რას ამბობ. ნიკორწმინდაში მე 25 წლის ვიყავი მაშინ და როცა ჩემ თავს უთხარი რომ ეხლა არტისტობას ჯობია რომ სხვა რამე ვაკეთო არა და ვაკეთებდი იმას რაც უფრო
მეხერხებოდა და უფრო სისხლში და ხორცში მქონდა ეს რა ქვია გამჯდარი და ნიკორწმინდაში აი ამ ხელებით არის 48 კვადრატული მეტრის ფილაქანი გაკეთებული და მისი კარები და რაღაცები 75 ხენი გაკეთებულია? კი ბატონო 75 თუ 76 წელი იყო უბრალოდ 75-ის ბოლო და ის დოვლი იყო დიდი მახსოვს იქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობდა კრიხში მაქვს ბევრი რამეები გაკეთებული ზემო კრიხში თხმორში ჭელეღელეში სადმელში პატარაონში ხობში და იქ ნაქალაქებში კიდე ბევრი რამე გაკეთებული ნაპოზაქარაია და ვახტანგ ცინცაძე და ეს გოგური დვალი იყვნენ ხელმძღვანელები და გრიგოლ ასათიანი ალბათ გაგიგონიათ ქუთაისში ისტორიულ ძეგლთა სარესტავრაციო სამეცნიერო სახელოსნო იყო და იქ მუშაობდი როგორც მუშათა ბრიგადირი პროფესორი გავიყავით რა ქვია მაგრამ მე მაინტერესებდა ის საქმე რომ მე რო დაინახეს რომ მე რაღაცები შემეძლო და მე მომწეს ჯგუფი და ეგენი საერთოდ არ მაკითხავდნენ და დავყავდა ალბომი გაქვს გამოცემული? კი მე ახლა მე ციგნის ავტორი ვარ კიდე იმას ქვია ციგნს ქვია მე იგი და ეხლა ხედულობაში რა მქონდა როცა სათაური დავატყვი არა ილა ჭავჭავაძე რომ მოდიოდა იქიდან რა ქვია მზავრის წერილებში რომ რას ვეთქვი მე ჩემ ხელს და რას მეთქვის მე იგი როგორ შემეღრება იგი მე როგორ შემეღრება მე დავატყვი იგი მე იმიტომ მე როცა ჩამოვედი იმაში რა ქვია ხონში ხო 10 წელი აქ არ ვიყავი და რომ დაახლოებით ეს 10 წელი აქ არ ვიყავი და ჩამოვედი არა მე რა ის როგორც თევზი წყალში ისე ვძნობდი აქ თავს და გავაგზავნე ეს საქმე, რასაც მამაჩემი აკეთებდა მაგრამ. და პარალელურად თქვენ თეატრთანაც თანამშრომლობთ, გაფორმებული გაქვთ რამდენიმე სპექტაკლი. რომელი სპექტაკლები გაქვთ გაფორმებული? აი, ეს რა ქვია, ადამიანი დაბრუნდა, იყო ესეთი სპექტაკლი, ჩემ ბატონო, რომეო და ჯულიეტა, ნოდარ დუმბაძის მე ვხედავ მზეს და კიდე ერთი სპექტაკლი იყო კრეჩეთის თუ აღარ მახსოვს რა ერთ-ერთი უცხოელი ავტორის ის იყო რა ქვია ესეც გავაღვარ იქ ელემენტები შევიტანე მე რეჟისორი სცენოგრაფია იყო კი დეკორაციასაც დეკორაციები ძირითადად აი კილოზე და პანოზე რამე არაფერი გამიკეთებია მე გავაკეთე ელემენტები რაც შეიძლება დეკორაციისათვის ეს გავაკეთე ახლა ისიც მინდა ახლა შეიძლება ჩვენ დრო არ აქვს მაგრამ ჩვენ ყველაფერს რო ვილაპარაკობთ შეიძლება 5 საათი არ გვეყოს არა 25 წუთი და როცა იმდენად საინტერესოდ მოსაუბრე ხარ ვცდილობ რომ არ ჩაგერთოთ და აღარ დავსაკითხები სიამოვნებით გისმენ ახლა უყურეთ რა ხდება აი მხატვრულ მჭედლობას ძალიან დიდი ის აქვს რა ქვია კეთილი მეტასტაზები აქვს რა იქ თუ ამ პატარა ხატვა არის ცოტა ძერწვა არის კი ბატონო ყველაფერი ქანდაკებაც ფანტაზიის უნარი თუ არა გაქვს ვერ გააკეთებ რა თქმა უნდა არ არის სინთეზური ხელოვნებაა მაინც ასე მგონია რომ ნაზავი ბევრი მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ რომ იძახიან რომ აი თვითნასწავლი რას ნიშნავს თვითნას მაგრამ მიქელანჯელო თვითნასწავლი იყო ახლა მე კი არ ვედრები არც მაგას და არც მანეს და არც მონეს და არც არავის მაგრამ ანდა დავით აღმაშენებელი თვითნასწავლი იყო კაცო გაზარდა ეგერ კაცმა ოსტატმა და ასეთი დიდი ოსტატი იყო ბიძინა ქლევიძე ჩემი მასწავლებელი როცა სამხატვრო დასწავლებელში ვსწავლობდი ეს იყო 35 წელიწადი მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარი ბიძინა ქლევიძე ეს არის დოდო ანტაძეს თავის თეატრალურ იმაში რა ქვია ნაშრომებში აქვს მოცემული ვინ იყო ეს პიროვნება იქ იყო მამია მალაზონია ნოდარ მალაზონია რობერტ სულას მამა ესენ მესენ ცოცხლად მინახავს ეს ხალხი ელგუჯამაშუგელი ცოცხლად მინახავს როგორც თურას მამას ჭიათურის თეატრი აქვს მოხატული და ყიბულის და ბევრი კაი რაღაცები კი ძალიან კარგი კაცი იყო თქვენი ძირიმე თუ რობერტი ერქვა მასაც ხო რობერტი ერქვა არა მარტო მაგას იქ წინა თაობასაც რობერტი ერქვა მე ამის შვილსაც რობერტი ერქვა და ეს 3-4 რობერტია იქ რა ქვია კი ბატონო ხო და ეხლა თქვენ რო ძალიან მკითხეთ მე აი მჭედლობასთან დაკავშირებით გარდა მაგისა ქუთაისში გორაზე რო ის არის რა ქვია ეკლესია დიახ წინა გიორგის კი იქ რკინის რაც არის ჭაღი დანარჩენი რაღაცები ჩვენი გაკეთებულია ჩემს ოჯახში გაკეთებული ჩემთან და ჩემს შვილთან ერთად ბეკა ბახტაძესთან ერთად მარტვილის ეპარქიაში აბსოლუტურად ყველაფერი 59 საფეხური კი ბატონო სამრეკლოზე რო ადეს ის ჩვენი გაკეთებულია ქვაშვეთის და არა ქაშვეთის ეკლესიის ტიპის ჭიშკარი დიდი თავარი ჭიშკარი გავაკეთეთ იქ კიდე ჭაშხურაზე გავაკეთეთ
რა ვიცი ძალიან ბევრი იმაში რა ქვია ხონის ეპარქიაში კიდე გამაგარი რაიმეა და ისე როგორც მხატვარი და დეკორატორი კერძო კოლექციებში თუ გაქვთ რაიმე თქვენი ნაშრომები შენახული ან რა ძირითადად რა არის ის შეკვეთები იყო ხო ეხლა ეს არის რა იცი მე ვეძახი აგულიზმს ამას რა კი ბატონო აი როგორც აგული ისეთი ვარიანტების მეც მეძახდნენ ერთ პერიოდი მაგას რომ მაგრამ გარდა მაგისა მე პოლიტიკაშიც ვიყავი გამსახურდიას დროს იმის შემდგომაც რა ქვია ქალაქის მერს ვეძახიან ახლა დიახ პრეფექტი იყავით არა მე ვიყავი ქალაქ ხონის საკრებულოს გამგებელი აჰა ეს იყო პირველი შემთხვევა როცა იმის ქალაქის საბჭოს სამართალ მემკვიდრე გახდა ის რა ქვიან აი ეს თანამდებობაზე მე ვიყავი 3 წელი და რაღაცა რამოდენიმე თვე ვიყავი მე შექმნილი სიტუაცია ანუ ეროვნულ მოძრაობაშიც იყავი მეც იმის შემდეგ როცა ეს დამთავრდა რა მე მითხრეს რომ არა შენ არ გერჩითო და დავრჩი და ვიწოდე ხან ვიმუშავე და მე უკვე აზრი აღარ ქონდა რა ქვია იმიტომ რომ როცა აზრი არ ემთხვევა იმას რაც შენ გინდა რომ გააკეთო არა მე იქ არ არის რა ბატონო მურმან მოდი ჟურნალისტიკაზეც ვისაუბროთ მე ისე გული მწყდება ასეთი კარგი რესპონდენტი პრაქტიკულად რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი გადაცემის დასრულებამდე მინდა რომ თქვენ ჟურნალისტიკაზეც ვისაუბრო როგორც ვიცი 93 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი ხართ მე 1979 წლის ივნისიდან მუშაობდი ჩვენ ადგილობრივ გაზეთში დაახლოებით 12 წელიწადი ვიმუშავე იქ და აი მაშინ მოხდა ეგ ამბები რა ქვია 83 წელში თავლეთში წამიყვანეს იქ ლორდ-კიფანიძე იყო თავლეთის ის რა ქვია და მითხრეს რომ დაწერე განცხადება და ისე მიიღეს ჟურნალისტთა ფედერაციაში მე გარდა იმ ფოტოებისა რასაც მე ვიღებდი არა 170 ისამაკ რა ქვია პუბლიცისტური კი ბატონო მე ხელთან მაქვს ახლა კომაგი თქვენს მიერ გამოცემას და ესენი თქვენი ფოტოებია ყველა კი და რა საინცო როგორი არქივი გაქვთ წარმომიდგენია სპორტი გადამეტებულად მოგწონდათ სპორტზე მუშაობათ რა თქმა უნდა მე ქუთაისის ტორპედოს ისევ რა ქვია გულშემატკივარი აი არის კიდევაც ეძღვნება ხონელ ფეხბურთის გულშემატკივრებს და ბიზაჩემი ვანო ბახტაძე ექიმი ცნობილი ექიმი ამ რეგიონში და ქუთაისში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში იყო 11 წელიწადი იყო ამ გუნდის ადგილობრივი გუნდის მთავარი მწვრთნელი და მას დავყავდი რა იქ და 12 წელს ვიყავ მე ბაუჟა მინახავს და ლისიცინი მინახავს და ჩესტერნოვი და მუშკოვეცი და ივანოვი და იაშინი და რა ვიცი კრასნიცკი და სტრელცოვი და ისინი მინახავს გადაგიღიათ ესენი არა პატარა ვიყავი მე აკრედიტაცია მქონდა ჯემალ ფაჩუაშვილი მოგაიგონიათ რა კი ბატონო ჯემალი გამიკეთა და ხაკაძე იყო გვარი და გვარი დამავიდა თვალით კიოდა იქ რა კორესპონდენტი იყო მაგ გერსამია გურამი გერსამია ხაკაძე ისა ფაჩუაშვილი ჯემალ ხაკაძე ხო ჯემალიც საერთოდ ამდენ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა სერგო მაღლაფერიძე და მაგათ მომწეს აკრედიტაცია ჯავახაძე კიდე რა ზურაბ ჯავახაძეს ნამდვილი ენციკლოპედია ქართული სპორტის წლებში სტადიონზე აკრედიტაცია მქონდა თქვენთან ქუთაისში ჩვენთან და იღებდი ფოტოებს და რა ვიცი აი ეს ჩემი გადაღებულია ეს არის მარჯვარ რო გადმოვიდა იმაში რა ქვია ქუთაისის ტორპედოში ის პერიოდია რო გადავდიოდით მურატ ცივცივაძის დროს რო გადავედით იმაში რა ქვია უმაღლეს ლიგაში იმ დროინდელი ფოტოები აქვს დევის დარჯანია და ეგენი არიან რა ქვია ხო და ძალიან დიდი ადგილი ეჭირა მაგას მაგრამ იქ ეხლა მე იმ ციკლსაც გაჩუქებ თქვენ მე იგი რომელიც მე დავგეშთია რა გათავდა მე ხო არ ვყიდი მაგას არა და 300 წელი თუ რაღაცა იყო და გავაჩუქეთ და ეხლა მეორე იმაში რა ქვია ლევანთან იბეჭდება ეგ წიგნი და მე აუცილებლად თქვენ მოგართვათ ძალიან დიდი მადლობა ეგ არის 70 ნამუშევარია ყველა ჟანრია ეგ არის ჟურნალისტიკაში რა ჟანრიც არსებობს აბსოლუტურად ყველა შეგვიძლია დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ მე ისე გული მწყდება ხა ისე უცებ გაირბინა რაღაც ამ ნახევარს სხვა დროს შევხვდებით ჩემთან აუცილებლად და სახელოსნოშიც და სხვა დროსაც მოგიწევთ გადაცემებში მე მინდა ჩვენს მაყურებელს ვუთხრა რომ უაღრესად საინტერესო ადამიანი მყავდა ნამდვილად სტუმრად არ ვიცი ეს შემთხვევაა როცა მხოლოდ უსმენდი და ნამდვილად არ მინდა ჩართულიყავი და ჩემი აზრები მომეხვია თავზე იმდენად საინტერესო მოსაუბრე ხართ
გასაოცარი ენერგია გაქვთ. მე რა ვიცი, კომპლიმენტად მიიღეთ და გინდა ისე მიიღეთ. მე თქვენ არაფერ არ მეგონეთ. აი 52 51 წლის მეგონეთ, ნამდვილად 53. ყველაზე დიდი. ბაბუჩემ ვლადიმერ ბახტაძემ 104 წელი იცოცხლა. აი, უფრო მეტი ხანი იცოცხლეთ. 26 წლით უმცროსი მეუღლე ყავდა და 8 შვილი. ხო და მე ისე გავოცდი, ახლა თქვენ რო 75-ს, აი, წარმოუდგენელია ნამდვილად. თქვენი აზროვნებით, თანამედროვე აზროვნებით, საინტერესო საუბრით, ამდენი კარგი საქმით, რასაც ხონს უკეთებთ. და მაგალითად ხონს თქვენი როგორც ხატვარ დეკორატორს მთელ ქვეყანაში გაქვთ ეს თქვენი ნაშრომები არის და ისინი ღაღადებენ თქვენ საქმეებზე და მე მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისათვის, დროის დაკარგვისათვის, თუმცა ეს კარგად დაკარგული დროა მომავალი თაობისათვის ჩვენთვის ნამდვილად საინტერესოა თქვენთან საუბარი. მე მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი მურმან ბახტაძე. რა ვიცი, ხონის კოლორიტი, მხატვარი, დეკორატორი, ჟურნალისტი, თეატრალი, დეკლამატორი, კი ხმაზე ნამდვილად სასწავლო დეკლამატორი იქნები წარმოებით გერია და რა ვიცი, აი, მრავალხმიანი ნიჭიერი ადამიანი, უღრმესი მადლობა. იხარეთ, დიდი მადლობა თქვენ.